საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ იდეას ირაკლის ბიბლიოთეკას ჩაეყარა საფუძველი. საგანმანათლებლო მოძრაობად ქცეული პროექტი ეკვილიბრიუმი ახალი ლიტერატურული სივრცის შესაქმნელად ამჯერად ჭიათურის მაღალმთიან სოფელ ხრეითს ეწვია. სივრცეს, რომელსაც მცირე ზომის ბიბლიოთეკა გააჩნია და მალე ახალ წიგნებსაც დაეთმობა, ირაკლი ლოლაძის სახელი ერქმება. ირაკლი ლოლაძე ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომელი იყო. ის 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ირაკლის ოჯახს და მის მეგობრებს აქვთ გარკვეული თანხა ბიბლიოთეკის შენობის მოსაწესრიგებლად, თუმცა ბიზნეს სექტორს და იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება შეუძლიათ და გსურთ, რა თქმა უნდა, გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ ამ კეთილ საქმეში, რათა ამ იდეას გაცილებით მალე შეესხას ხორცი. ირაკლის ბიბლიოთეკის ანგარიშის ნომერს მაყურებელი ეკრანზე ხედავს და შეგიძლიათ გამოიყენოთ სოფლიოების. ფეგმავთ და ფიქრობთ იმას, რომ აი ამ შენობაში გაიხსნას თუნდაც ის, რომ პატარა მინი, ესე ვთქვათ, კინოთეატრი, რომელიც განავითარებს იმ ბავშვების მომავალს ჩვენ სოფელში. მინდა აღვნიშნო ის, რომ ის ნაკადი, რომელიც რამოდენიმე წლების უკან ჩვენ სოფელში იყო იმ მომავალი თაობის, სადაც სკოლებში 300-დან 500 ბავშვი მოსწავლემდე იყო, დღეს უკვე მცირდება, სადღაც დღეს ჩვენ სკოლაში 150 ბავშვია და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ნაკადი შევინარჩუნოთ ჩვენ სოფელში და მივცეთ ბავშვებს განათლება ადგილზე. ეს არის ნაწილი იმ წიგნებისა, რომელიც ამ შემთხვევაში მოვაგროვეთ ირაკლის ბიბლიოთეკისთვის, უმეტესი ნაწილი ცხადია არის თბილისში და ველოდებით ბუნებრივია რემონტს და ასე შემდეგ. რაც შეეხება წიგნებს, დიდი ნაწილი მოგროვდა შემოწირულობებით, ბუნებრივია ბიბლიოთეკაში მოიტანეს. მე მგონია, რომ საკმაოდ ტევადი ბიბლიოთეკა შეიქმნება და საკმაოდ სერიოზული წიგნადი ფონდით. ვიდეო ხო არა